მოგესალმებით. ჩემო ძვირფასებო, ახალგაზრდებო. ჩვენ დმანისი გვანებივრებს იცით თქვენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა მხარე და აგერ ბატონი ვახტანგის მოხსენების მოსმენის შემდეგ გული სიამაყით გვევსება თითოეულ ჩვენდაგანს, რომ როგორი ფართო მასშტაბით დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე აღარ ვახსენებ. კვიპროსი გინდა, მახლობელი აღმოსავლეთი გინდა, ათონის მთა გინდა, პალესტინა გინდა, როგორ ძლავრად არის ქართული კულტურა წარმოდგენილი და აი, ქართველი ერი ჩვენი წინაპრები ასეთები იყვნენ. დიდი მადლობა მათ, რომ დაგვიტოვეს და ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ წილად ხვდათ ის ბედნიერება, რომ დღეს შეუდექით ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლის შესწავლას. მაპატიეთ ახლა მე იქ უნდა მეთქვა, მაგრამ ასე დავიწყეთ. დმანისი, როგორც გითხარით, განსაკუთრებული რეგიონია ჩვენთვის და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ დმანისში აგერ 46 წელი არის თითქმის იქ ვტრიალებ და იქ ვიმყოფები. მე დღეს წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჩვენი გასული წლის მუშაობის შედეგებზე, რა გავაკეთეთ და რას ვაპირებთ. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ძეგლი გაითხარა, სრულყოფილად არა, მაგრამ ძირითადი ნაწილი გაითხარა ჩვენი კახა კახიანის მიერ. აქ არის მის გვერდით არის გუჯა ღლიღვაშვილი, აგერ გია ჭანიშვილი, ჩართული იყვნენ, ინტენსიურად მუშაობდნენ. ჩვენ ასევე ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული ადრე შუა საუკუნეების ძეგლი, საეკლესიო კომპლექსი ადრე შუა საუკუნეების. არაჩვეულებრივი ძეგლი არის. და რა სანამ მე გასული წლის მუშაობის შედეგებზე გეტყვით, მანამდე მინდა მაინც ინფორმაცია ზოგს მოსმენილი და გაგონილი აქვთ, მაგრამ მაინც მინდა შეგახსენოთ, რასთან გვაქვს საქმე. აი ეს არის გზა, რომელიც დმანისში შედის. აი ამ ტრასის ბოლოში აი დასახლება რომ არის, ეს არის სოფელი განთიადი, სადაც წლების მანძილზე მუშაობდნენ ჩვენი არქეოლოგები და რამდენი საინტერესო მასალა იქნა გამომზევრებული განსაკუთრებით გვიანბრინჯაოს ხანაში. ბრინჯაოს ხანის ყველა პერიოდია ფაქტიურად აქ. მაგრამ საინტერესო რამ არის? თითქმის 10 კილომეტრის სიგრძეზე ვარდისუბრიდან დაწყებული განთიადის ჩათვლით, აი იმ სოფლის ჩათვლით, ძალიან საინტერესო არქეოლოგიური ძეგლები გვაქვს, განსაკუთრებით ადრე შუა საუკუნეების ნასახლარები, სამაროვნები, ეკლესიები, აი შეიძლება ითქვას დახუნძლული. აი ეს 10 კილომეტრის მანძილზე. და აი ამ ადგილას აი ეს არის ის ნაგზაურის საეკლესიო კომპლექსი, ადრე შუა საუკუნეების ადრექრისტიანული ხანის არაჩვეულებრივი ძეგლი გვაქვს ამ სახით და მისი აღმოჩენა მოხდა შემდეგნაირად. აქ გაყავდათ ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელი და როცა გათხრეს არხს იმას თხრიდან თხრილს ამ კაბელის ჩასადებად წააწყდნენ რაღაც ნაგებობის საძირკველს. ნაგებობას წააწყდნენ და აი ჩვენი კახა კახიანის მიერ მაშინვე გაჩერდნენ, შეგვატყობინეს და აი
კახა-კახიანი მივიდა და ნახა რომ ნაგებობასთან გვაქვს საქმე. აი აქედან დაიწყო ამის აღმოჩენა. შემდეგ 1998 წელს კახას ექსპედიციამ იმუშავა ინტენსიურად აი ამ ტერიტორიაზე და გამოვლინდა რამდენიმე ეკლესიის ნაშთი. 4 ეკლესია ნაშთები კარგად ჩანს, 3 ეკლესიის ნაშთი კარგად ჩანს, მე-4 ეკლესია ისი გეგმარება ჩანს, მხოლოდ ნაწილი, რომელზეც დაშენებული არის თავის დროზე მეორე ეკლესია. აი, შეხედეთ, ეს არის პირველი ეკლესია, შემდეგ არის ამ ეკლესიის გვერდით სამხრეთის მხარეზე აქ მეორე ეკლესია არის აშენებული, რომელზეც მესამე ეკლესია მოგვიანებით დაუშენებიათ. აი ეს ადგილი არის. მე-4 ეკლესია გახლავთ ეს. ეს ეკლესია ყველა მონაცემებით დათარიღებული არის. კარგად თარიღდება მე-5 საუკუნით. მე-6 საუკუნით დასაწყისად, მე-5 საუკუნით კარგად თარიღდება. ამის გვერდით, აი ეს ქვედა ამის ძირში მეორე ეკლესიის, მესამე ეკლესია, ამის გვერდით აი მასში რა ქნიცი, არა ის ძველი კადრები მომეცი, სანამ აი იყოს ეს, აი ეს იყოს. აი აქ არის ხედავთ მეორე ეკლესია პირველი ეკლესიის გვერდით ყოფილა აშენებული. და ეს რომ ეს მეორე ეკლესია აუშენებიათ ამის დაწვის შემდეგ რო შეიძლება თქვა ხანძრის ნაშთები ჩანს ეკლესიის საძირკველში რომ ეკლესია კარგავს თავის ფუნქციას მის გვერდით შენდება მეორე ეკლესია. ეს მსგავსია იგივე პერიოდით თარიღდება თავის გეგმარებით კარგად ჩანს ყველა დეტალი აი იმისა რომ მე-5 საუკუნით დათარიღდეს მე-6 საუკუნით. აი შემდეგ შენდება მოგვიანახ ხანაში როცა მწყობრიდან გამოდის ეს ერთის და მეორეც შენდება მესამე ეკლესია და მე-4 ეკლესია. აი მთელი კომპლექსი არის საეკლესიო კომპლექსი აღმოჩენილი. არაჩვეულებრივი არტეფაქტებით. მანახეს არტეფაქტები. ნუ აქ სამარხებიც გაითხარა, როცა ამ ეკლესიებმა თავის ფუნქცია დაკარგეს, ეს უკვე მე-8 საუკუნის შემდეგ, აქ უკვე ტრადიციულად საეკლესიო კომპლექსი არსებობდა და მიმდინარეობს დაკრძალვა. ანუ სამარხები ჩნდება უკვე მე-8 საუკუნის შემდეგ აი ამ ტერიტორიაზე. თითქმის რაც დიდი ნაწილი გათხრილი არის ამ სამარხებისა, მაგრამ ჯერ კიდევ არის რამდენიმე სამარხი გასათხრელი. და აი ეს მასალა არის აღმოჩენილი აი ამ საეკლესიო კომპლექსში. კახიანის მიერ. სტელა განსაკუთრებული ექსპონატი შეიძლება ითქვას ასე დმანისის მუზეუმში გახლავთ ეს სტელა თითქმის მთლიანი არის. ფოსო აქვს ზემოდან ქვაჯვარი ეკრემოდა ალბათ თავზე და ბაზა უნდა ქონოდა, ბაზა არ არის. ამჟამად შემორჩენილი არ არის, რაშიც იყო ეს სტელა ჩასმული. 1.10 სანტიმეტრი არის სიმაღლე ამ სტელისა. რა მაღალი დონის სახელოვნებო სკოლა ყოფილა მაშინ, ეს კარგად ჩანს ამ სტელაზე თავისი შემკულობით. სხვადასხვაურის ათერში ამყოფოს ბატონ ლევან ჭელაშვილი იყო ჩამოსული ჩვენთან და ეს სტელა რო ნახა ჯუმბერიო დაგვითმეო ეს სტელაო და ეროვნულ მუზეუმის შესასვლელში უნდა დავდგათო. მართლაც ძალიან ეფექტური ქვის სვეტი არის და არა ბატონ ლევან თქვა აქ ვაპირებთ გაკეთებას ჩვენ მუზეუმის გაკეთებას თქო და ვარი უთხარი ასე დარჩა ეს სტელა დმანიში. მართლაც ძვირფასი აღმოჩენა არის. მარტო ამ სტელის აღმოჩენა კმარა იმისათვის რომ
აი დმანიში ამ ადგილას როგორი ძეგლი აღმოჩნდა. მარტო ეს სტელაკმარა სხვა მასალა რო არ ყოფილიყო აი აქ აღმოჩენილი. მე აქ არის უამრავი სტელების, ქვის სვეტების ნამტვრევები, ქვაჯვარების ნამტვრევები, აი შეგნებულად დალეწილი არის, აი დამტვრეული არის ეს მასალა მთლიანად. ტუფის ქვისაგან არის ეს რასაც ხედავ ქვაჯვარები და ესენი გამოთლილი ტუფის ქვისაგან არის. რამდენიმე წარწერები გვაქვს ჩვენ, ყველაზე სასიხარულო ჩვენთვის ის იყო, რომ არაერთი წარწერა გვაქვს ქართული წარწერა, მაგრამ გვაქვს ასევე სომხური მოგვიანო ხანის ამოკაწვრის წესით მომლოცველების, რა ვიცი, მოგვიანო ხანის გვაქვს სომხური წარწერაც. აი სხვადასხვის აგერ აი ჩანს ერთ-ერთი სტელის ფრაგმენტი არის და აქ მინდორზე, სადაც მინდორზე ამოკაწრული არის სომხური წარწერა. ეს ზაზა ალექსიძეს მეუდანე და ზაზამ დააგვირდა კარგად და ხედავს რას მეუბნება. შეხედე ქვეშ რაღაც მოხაზულებები არის ანბანისო. და კარგად რამდენიმე 100, 3 თუ 4 არ მახსოვს ზუსტად ქართული ანბანი წარწერა იყო ქვეშ. და ამ ქართულ წარწერაზე მოგვიანო ხანაში ვიღაცა სომეხ მომლოცველს რაღაცა ამოკაწვრის ეს გაგვეთებია მე სარქის მონახთისა, ასეთი წარწერა არის. განსაკუთრებით წარწერა ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა თვით სტელაზე გაკეთებული, აი შეხედეთ აი სტელაზე ორი ფიგურა გახლავთ და აქ აი გვერდით ხედავთ თქვენ რელიეფური თანადროული წარწერა არის, რელიეფურად თანადროული წარწერა დღე 1. დღე პირველი, დღე 1. ეს ბიბლიური შესაქმედან არის ეს სიტყვა წარწერა და ეს წარწერა ჩვენმა პალეოგრაფმა ბატონი ვახტანგის არ იყოს, ჩვენ პალეოგრაფები არა ვართ, სპეციალისტმა უნდა წაიგითხოს და იმან უნდა დაადგინოს და ათარიღოს ყველაფერი თვითონ პალეოგრაფიულად და ჩვენი ნათელში ამყოფოს მისი სული რამაზ პატარიძემ, ნუ ახლა ის პროფესიონალი დამწერლობად მცოდნე პალეოგრაფი გახდათ და მან აი თქვა რომ ამას წყალი არ გავო დაათარიღა მე-4 საუკუნის შუახანებით. აი ამით არის ძალიან საინტერესო ამ სტელაზე არსებული წარწერა, რომელიც აგერ გაჩვენეთ. ნუ რამდენიმე წარწერა არის კაპიტელის მე-4 წახნაგზე არის ამოკაწვრის წესით მოგვიანებით სტეფანე შეიწყალე ასეთი წარწერაც გვაქვს და სხვადასხვა არტეფაქტზე არაერთი 200, 100 ასეთი ქართული წარწერიანები გვაქვს. საერთო ჯამში ძალიან საინტერესო ძეგლი გახლავთ. ადრე ქრისტიანული ხანის ადრე შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო კომპლექსი ერთად ამდენი საინტერესო არტეფაქტებით. ძალზე საინტერესო ყველაფრით. ამიტომ ახლა მიმუშავა, მე შეწყდა ექსპედიცია პირველ 4 წლებში იმუშავა, 10 წელსაც იმუშავა კახამ, მაგრამ მე შეწყდა ამ ექსპედიციის მუშავა თითქმის 15 წელიწადი არის, აგერ გაჩერებული იყო ეს ყველაფერი. და ჩვენი ერთობლივი აი ნაფიქრალი და ისა აი გადავწყვიდეთ, ერთად ვიფიქრეთ, გადავწყვიდეთ რომ ეს ძეგლი ასე არ უნდა დარჩეს მიწისქვეშ. ეს ძეგლი უნდა ნახოს ყველამ. ამას ჭირდება სათანადო პირობების შექმნა ადგილზე. თან ტრასაზე მდებარეობს ეს ძეგლი. უშუალოდ გზაზე, თავარ გზაზე. და ასეთი გეგმა შევიმუშავეთ, რომ ეს მონაკვეთი შემოგვეღობა. მე დიდი მადლობა მინდა დმანისის გამგებელს კობა მურადაშვილს გადაუხადო, გვერდში გვიდგას
ყველაფერში და მას ეს გეგმა გავაცანით. აი რა მინდა გაკეთდეს. ჯერტი შემოღობა, გამიკეთა შემოღობა. შემოღობა მთლიანად, აი ნახე ესა. აი შემოღობილი არის 800 კვადრატული მეტრი არის. მე იმიტომ შემოღობია ცოტა გაუთხრელი მონაკვეთი რომ მინდა რომ გავაგრძელოთ გათხრები ამ საეკლესიო კომპლექსის შემდეგ რასთან გვაქვს საქმე გამოვამზეუროთ ეს. აი თავის საეკლესიო კომპლექსი თავის სენაკები ექნებოდა სამონასტრო კომპლექსია და აი ამის რომ ეს გათხრილი იქნეს ეს 800 კვადრატული მეტრი მთლიანად და შემოღობილი და აქვე მინდა გავაკეთოთ დიდი სტენდი გზის პირზე ამ ძეგლთან დღისითა და ღამითაც რომ ნახოს ნახველმა ტურისტული ჯგუფები თუ იქნებიან ორგანიზებული თავისი ავტობუსის გაჩერებასაც მიკეთებს იქა გამგებელი იქვე გზის პირზე სათანადოდ რომ გაჩერდეს ავტობუსი და ნახოს რასთან გვაქვს საქმე აი ამ სტენდზე დღისითაც და ღამითაც განსაკუთრებით თავისი გეგმით თავისი მასალით განსაკუთრებული მასალა რაც განსაკუთრებული არის ამ სტენდზე იქნება წარმოდგენილი და ეს დენი აი სპეციალურად გამგებელმა დიდი საქმე გაგვიგეთა აქამდე მოიყვანა სოფლიდან ელექტრო დენი აი ბოძები დგას აქ ასე რომ ყველაფერი გვაქვს გამზადებული და დავამთავროთ გვინდა ეს შემოღობილში გათხრები და ამის შემდეგ როგორც გითხარით იმასაც ფიქრობთ რომ განთიადია იქვე სოფელი და ერთი ისიც რაიონის გამგებლის დახმარებით ქონდა ამაზე საუბარი ერთი პიროვნება ვინმე იყოს გამოყოფილი რომ თვითონ რაიონის ხარჯზე რომ მიხედოს შემდეგ აქაურობას რომ მაინც მოწესრიგებული იყოს აი ასეთია ჩვენი გეგმა რატომ განმაახლეთ ჩვენ გათხრები აქ ამასთან ერთად რამდენიმე წლის წინ გაყავდათ გზის მარჯვენა მხარეს იქეთ აი ამ ადგილზე ხო აი ამ ადგილზე მეორე უბანი დავარქვით აქ ის გაყავდათ მილები სარწყავი არხის მილები და რამდენიმე ადგილზე თითქმის 1 კილომეტრის მანძილზე, ისა 200 მეტრის მანძილზე კახამ თავის დროზე მივიდა რომ ეს დაზიანებული რაც დააზიანეს ისინი ნახა და აღმოჩნდა იქა უნდა იყოსო ნაგებობაო რაღაც ფრაგმენტები აღმოაჩინა ნაგებობის კედლის ფრაგმენტი აღმოაჩინა ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ თვით აი ამ ნაგზავრის საეკლესიო კომპლექსთან ერთად პირველი უბანი და საკონტროლო თხრილი გავაკეთეთ აი მეორე უბანზე აქ სადაც ახამ ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინა ეხლა დავიწყოთ აი ეს წელს 15 წლის შემდეგ დაფარული იყო ეს მთლიანად ხედავთ აგერ თქვენ აბდექით ჯერ მთლიანად თელ ტერიტორიაზე ეს ბალახით დაფარული ეს ჰუმუსი ზედაპირი მთლიანად გავასუფთავეთ გამოვავლინეთ ის ძველი სახე გამოვაჩინეთ თვითონ საეკლესიო კომპლექსისა შემდეგი კიდე აი შეხედეთ აი ეს მონაკვეთია რაც კახამ გათხარა და ჩვენ გავაგრძელეთ დასავლეთის მხარეზე 100 კვადრატული მეტრის მონაკვეთზე გათხრები ჩავატარეთ და აქ აღმოჩნდა აი ეს ნაგებობები ხედავთ აგერ თქვენ ეს თიხაზე ნაგები არის ეს ნაგებობები დაზიანებული არის ეს აქეთ წინა ისა დაზიანებული არის აქა როცა კაბელი გაყავდათ გაუთხრიათ ესა და კედლები დაზიანებულია ორ ადგილას
აი ასეთ მდგომარეობაში გამოვლინდა ნაგებობის კედლები იატაკის დონემდე გაითხარა. დანარჩენი დასავლეთის ნაწილი ისევ გასათხრელი არის. თუ წელს მოგვეცემა საშუალება, უნდა გავაგრძელოთ, რომ ის საერთო გეგმა რომ შემოღობილში მთლიანად გაითხაროს ეს საეკლესიო კომპლექსი თავისი ყველა ატრიბუტით, ეს ძალიან კარგი იქნება. ამასთან ერთად მეორე უბანზე გადავიდეთ. ხო, აი ეს მეორე უბანი, აი აქ არის სარწყავი არხის ერთ-ერთი ჭა გაკეთებული და აქ ახამ ნახა თავის დროზე ფრაგმენტი ნაგებობის კედლისა. და ჩვენ აქ ავიღეთ და ზუსტად დავჯექით რომ იტყვიან პირდაპირ დაემთხვა ჩვენი გათხრების დაწყება ზუსტად ნაგებობაზე. აი ეს გავწმინდეთ მთლიანად ზედაპირი და შემდეგი და აი გამოჩნდა ნაგებობა. ორი კედელი, ჩრდილოეთი კედელი და სამხრეთის კედელი. სამხრეთის კედელი, რომელიც გრძელდება შიგ აგრძელებს აი მიმართულება სამხრეთ მიმართულებით გრძელდება და აი ჩრდილოეთის კედელი გრძელდება აღმოსავლეთისკენ. აქ შესასვლელი გამოვლინდა ამ ნაგებობისა. აი ეს ნაგებობა არის ძლიერი ნაგებობა ჩანს. აქ შვაში ნახეთ, აგერ აღმოჩნდა სვეტის ბაზა. სვეტის ბაზა, რომელიც არის სპეციალურად მომზადებული არა შემთხვევით დამუშავებული და რუსიკო ჩაგელიშვილმა ნიმუში აიღო ამის და აღმოჩნდა რომ ეს ქვა არის ტრავერტინი, რომლის კარიერი სომხეთის ტერიტორიაზე არის. დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. როგორც ტუფის ქვა, აი ქვაჯვარების, ტელები, სარკოფაგები, რითაც კეთდებოდა ამ ტუფისა, ის იმის კარიერის შაჰნაზარის ტერიტორიაზეა იმ ტუფის ქვის კარიერი. და აი ტრავერტინის ქვა აღმოჩნდა ეს ერთი სვეტის ბალიში, რომელსაც აგერ ხედავთ. აი ამ დონეზე რომ ჩავედით, აი შეხედეთ, აქაც ჩანს კრამიტების ბრტყელი და ღარიანი კრამიტების არაერთი აი წარმოდგენილი აქ გვაქვს. ჩვენ ბოლომდე როგორც გითხარით, გათხრები უნდა გაგრძელდეს და აი ფიქრობთ რომ ძალიან საინტერესო ნაგებობასთან უნდა გქონდეს საქმე. არ ვიცით ჯერ ფუნქცია რა დანიშნულების უნდა იყოს ესა. და აქვე დავამატებ. აი ამ ნაგებობის და ნაგზაურის საეკლესიო კომპლექსის გათხრების შედეგად ძალიან საინტერესო სურათი იკვეთება. კრამიტეთა, იქაც კრამიტით დახურული კრამიტები გვაქვს, აქაც კრამიტია, ნუ ეს არ არის თქვათ უბრალო ნაგებობები. ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან დიდ ადრე შუა საუკუნეების დასახლებასთან არა სოფლის, არამედ ქალაქური ტიპის დასახლებასთან შეიძლება გქონდეს საქმე. აი ეს მეტყველებს რა მასალაც აღმოჩნდა, ეს არის დაკავშირებული არა სადღაც შორს, არამედ მის ირგვლივ და ეს კარგად ჩანს სხვადასხვა დაზვერების შედეგად, რომ ძალიან ვრცელი ქალაქური ტიპის დასახლება შეიძლება აქ იყოს. დღეს სახნავ-მიწები და სოფლის მეურნეობა არის დაკავებული ამ ტერიტორიით. აი ასეთია მასალა, ნუ მცირე მასალა აღმოჩნდა ჩვენ კრამიტები, როგორც გითხარით სხვადასხვა სახის კრამიტები, რაღაცა კერამიკის ჯურის ფრაგმენტები, იქაც და იქაც. ხო, არის გვიანბრინჯაოს ხანის ჯურის ფრაგმენტიც და წინა ესა წინ ნაგზაურის ისიც ნახოთ. სხვადასხვა სტელის ფრაგმენტები, როგორც აღმოჩნდა ახალგათხრილ მონაკვეთზე ნაგზაურზე, ისე მეორე უბანზეც აღმოჩნდა სტელის ფრაგმენტები.
აი ეს ეკლესიო კომპლექსი და ის დაახლოებით არის 100 მეტრით დაშორებული ეს სხვა მხარეზე, როგორც გითხარით, გზის მარჯვენა მხარეზე, მეორე უბანი, აი ანალოგიური მასალა არის იქაც და იქაც. აი ასეთი გეგმა გვაქვს ჩვენ და ასეთი მშრალი ინფორმაცია მოგაწოდეთ, მაგრამ თუ ამას მთლიანად გავთხრით და შეგვეძლება ამის სრულყოფილად უკვე დამთავრება ამ მონაკვეთისა, მაშინ უკვე სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწოდებთ აი ამ ძეგლის შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონ ჯუბერ. დავხსნე საზოგადოება თქო კითხვა ან მოსაზრება რომელსაც ბატონმა გიორგო კარგად დაიწყო და ხო არ მივცეთ საშუალება. ბაზა სადაა თუ ორნამენტირებული? როგორ? სადაა თუ ორნამენტირებული ბაზა? ბაზა სადა არის? სტელა სად შეიძლება ვნახოთ დღეს? როგორ? სტელა სად შეიძლება ვნახოთ? დმანიში. იქ აგვაქვს მუზეუმში. რაიონულ ცენტრში, არქეოლოგიურ მუზეუმში. ბატონო გიორგი. გოდიში. დიახ. სტელა თუ სწორად გავიგე და მინდა მეოთხე საუკუნით არის დათარიღებული. წარწერა მეოთხე საუკუნით თარიღდება. წარწერა და შესაძლოა თანადროული იყო. თანადროული იყოს ის, თანადროული წარწერა არის ეს. აჰა. ბატონო ნუდარ. მოგესალმებით. დიდი მადლობა ბატონ ჯუბერ, ბატონ კახას ნაშრომი ეს არაჩვეულებრივი ძეგლი მინდა ვთქვა. გამოცემულიც არის ნაწილობრივ და ჩვენიდან რაც მთავარია და კიდევ ორი სიტყვა მინდა ვთქვა ის მნიშვნელობაზე აი ახლა ამ მონასტერს. გამოდის კი არა თავიდანაც ჩამოდა აღნიშნულია წიგნში და ასეთ ვიცოდი, მაგრამ ისეთ როგორ არის მეოთხე საუკუნეზე რომ საუბრობ კიდას მეხუთეზე, აქ საუბარი არის ქართული სამონასტრო მოძრაობის ფესვებზე. ანუ იმ თეორიას მთლიანად შესრულაზე, რომ საქართველოში მე-6 საუკუნეში, ანუ ასურელი მაების დროს პირველად ჩაეყარა საფუძველი ძველი მონასტიციზმს, მარტოყოფელობას და შემდეგ გავითარდა, ანუ არის ესეთი გამანდელი ფაკულტეტებად დაადასტურა, რომ ასე არ არის საქართველოში ისევე როგორც აგერ თვითონ წმინდა მიწაზე პირველ ხუთი და ასე შემდეგ ქართული მონასტრები არის მე-5 საუკუნისა და მე-6 საუკუნისა თვითონ აი სიტყვით ეს თეორია უკვე მოძველებულია ისედაც რომ მე-6 საუკუნიდან საფუძველი მონასტიციზმის, მაგრამ არ ქონდა საქართველოში მთლიანად აი ესე ამ სახის მონასტერი გამოყენებული არქეოლოგიურად. ნამდვილად არის იყო მეორე ტიპის მონასტრები, ისეთი მონასტრები, ნეში ნაკვეთები, რომელიც არის ერთ-ერთი განხრა პირველი ადრეული აღმოსავლური მონასტიციზმისა. ანუ ის არის ლაურის ტიპისები, ანუ საერთაშორისო ცხოვრობენ ის დამოუკიდებელი ბერები და მხოლოდ კვირაში ერთხელ მიდიან ერთ ადგილზე. ეს არის გამოყოფილი ევროპელი მეცნიერების და ადგილობრივი ვინც სწავლობს ახლა წმინდა მიწის ძეგლებს, ეს არის იმ ტიპისა ზუსტად რომელსაც ქვია სწორადგილზე აშენებული მონასტრები. ანუ კოინაბიუმებსაც უძახიან. ანუ ერთადაც აი როგორც დღევანდელ დღეს ზოგად საცხოვრისი საცხოვრებელი მონასტრები და ასე კომპაქტურად საქართველოში არ გამოჩნდება. აქამდე ჩანდა ეს ეკლესიები და გარშემო გალავანი და წელს აი შენობები შეივსო, შეიკრა რაღაც და გეგმარება და პირდაპირ აი ერთ-ერთზე რო ხლაგობს საშუალება იმ წმინდა მიწის უძველეს მე-4 მე-5 საუკუნის კოინაბიუმებს ზოგად საცხოვრის მონასტრებს ძალიან ბევრი და გამოსტა უმთავრესი კომპონენტი ეს მემაგალითად მაშინ ეს არის სატრაპეზო ყველაზე დიდი და ესეთი რაც ეს აი დასავლეთის შენობა გაითხარა დიდი ალბათობით უნდა იყოს სატრაპეზო და ეს პატარა ისინი კიდევ რაც ახლა ჩდება ალბათ სენაგები ეს არის ადგილი სადაც ერთ გალავნის ქვეშ თავმოყრილი არის ეკლესიების სატრაპეზოები ყველა კომპონენტი ძველი უძველესი
მისა მონასტრებისა. ეს გამოდის რომ საქართველოში პირველად გახსნილ მთლიანად თითქმის უკვე ეს მონასტერი. ძალიან დიდი აღმოჩენაა. დიდი მადლობა. და ამიტომ კიდევ ვიმეორებ, საჭიროა ეს არ დაიფაროს მიწითა და მარტო წიგნიდან ნახოთ. საჩვენებლად თვალსაჩინოებისათვის უნდა ყველა ხელმისაწვდომი იყოს, როგორც გითხარით, თავიდან, რომ იქ სათანადო სტენდი გაკეთდება დიდი და დღე და ღამეც შეუძლიათ ნახონ, კიდე გავიმეორებ, რომ ნახონ რა ძეგლთან გვაქვს საქმე. აი ამ კუთხით იმსახურებს ეს ძეგლი, რაც მე გითხარით, რომ აი ესე მოხდეს. ასე გაკეთდეს. დიახ. მოხსენების შეფასებას, იმიტომ რომ ყველა ნახეთ მართლა არაჩვეულებრივი ძეგლია და ბატონ მანოდარმა შესანიშნავი კომენტარი გააკეთა, მაგრამ მე ახლა მიკროფონი ავიღე იმისაც, რომ ახალგაზრდებს დაველაპარაკო ახალ თაობას. არ გეგონოთ, რომ ბატონ ჯუმბერი არის გიგითი არქეოლოგი, როგორც ჩვენ ყველა. ბატონ ჯუმბერი არის უდიდესი მოღვაწე და მე მინდა იცოდეთ ეს ყველა თქვენთაგანმა, რომ როგორ შეიძლება ეს შემთხვევა გამოვიყენოთ და მადლობა არ უთხრა იმ ეროვნული საქმეებისათვის, რაც წლების მანძილზე აკეთა ბატონმა ჯუმბერიმ. ეს 60-იანი წლები, როდესაც ეს ადვილი არ იყო ლაპარაკი საქართველოს და საქართველოს დამოუკიდებლობაზე, კულტურული ცენტრების, ქართული ცენტრების შექმნაზე და ასე შემდეგ. ამიტომ მართლა ბედნიერება არის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის ასეთი პიროვნება, რომელმაც ყველაფერი შეწირა საქართველოს კეთილდღეობას და ეს არაჩვეულებრივი ტერმინი, რაც არის ეროვნული მოღვაწე, შეესაბამება აი ამ პიროვნებას, რომელიც დღეს არის. უნდა გიცოდეთ და მე გირჩევთ, რომ დაგუგლოთ ჯუმბერ კომპანიარი და იქ ნახავთ ბევრი ინტერვიუა, რამდენიმე გადაცემა მიეწონა მის მოღვაწეობას და ვიხდებით ვისთან მქონდა დღეს საქმე. დიდი მადლობა ბატონ ჯუმბერ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ, ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ბატონო ჯუმბერ, ძალიან საინტერესო ძეგლია ბატონო ნოდარმა ისაუბრა, ვიცით ამ ძეგლის შესახებ, შესანიშნავი გამოკვლევა გამოსული სიგნის წაკითხული გვაქვს და ბევრ რაღაცებს აი ჩვენ სადაც მუშაობთ იმ ქვემო ქართლში მეორე ქესალოსას კომპლექსი რო აღმოჩნდა დიდი სასახლის კომპლექსი, ბევრი რაღაცები მიესადაგება იმ ბაზების ორნამენტაცია, რაც ჩვენ გვაქვს და ბუნებრივია, რომ ჩვენთვისაც საინტერესოა. მე მაქვს ეგეთი კითხვა, ეს რა თქმა უნდა არ ეხება ამ ძეგლის შესახებ კითხვას. აი გზა როდის გაიყვანეს მან, როგორც ჩანს, მე არ შეიძლება მე ვცდები, ერთიანი კომპლექსი იყო და აი ამ სამანქანო გზამ გაჭრა, ანუ ისაქნა რა ორ ნაწილად გაყო და არის ერთი კომპლექსია და არის სამონასტრო კომპლექსი და არანაქალაქა. არა, შეიძლება იყოს ქალაქური ტიპის დასახლება ირგვლივ. ირგვლივ, ამაზე არ გეუბნებდი. მის ირგვლივ ეს ჩვენში. სხვაგან ამ ტერიტორიაზე. კარგი, მადლობა. აი ხარით. და ერთი კითხვა. დიახ. ის თქვენ გძანეთ რომ მეოთხე საუკუნის წარწერა. რამას კი სხვა წარწერები მოგვიანო ხანისეცა იქა, მაგრამ თვითონ სტელაზე წარწერა არის აი დღე ერთი რელიეფური წარწერა. აი აგერ აი უფრო მაგარ ჩანს ამაზე. დღე ერთი დღე პირველი შეიძლება ცოტას დავამატებდეს. ნახეთ ბატონო ჯუმბერის სამშობლოში ეს ძეგლი პირველად აღმოჩნდა 2098 წელს ორი კაბელის გაყვანის დროს შეიძლება დააძებნ მართალია გაჩერდნენ ის ციგნები. გაჩერდნენ, იმიტომ რომ
ადგილობრივი მომსახურე პერსონალი, ადგილობრივი ხალხი იყვნენ და იმათ იცოდნენ, რომ ჩვენი სამუშაო მიზნად მალისი რა ისტორიულად მდიდარი მხარეა, გააჩენეს სამუშაო. მაგრამ მოგვეცედება, რომ მშენებლები ყოველთვის ცდილობენ, რომ თავის საქმე გააკეთონ და აქ ბატონო ვახტანგ ჩაერია დიდი ბრძოლის შედეგად მოგეცა საშუალება, რომ პირველ წელს ჩაგვეტარებინა სამუშაოები. აქ პირველ წელს აი ამ ძირითადი მონახაზი ამ საეკლესიო კომპლექსისა და მონასტრისა ძირითადი მონახაზი გამოჩნდა. შემდეგ უკვე მინდა აღნიშნო, რომ მალში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ისტორიული გეოგრაფიული გამოფენება არსებობდა და საკუთარი პატარა დაფინანსება ჰქონდა მას და ბატონო ჯუნბერმა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ძეგლზე გაგვეგზელებინა გათხრები. და გაგზავნებული გათხრების შედეგად უნიკალური მასალა აღმოჩნდა, ნახეთ, წიგნეთაც არის გამოცემული. წიგნი გამოიცა, გამოცემულია და მაგრამ ამ ძეგლის მნიშვნელობა არის მომადამას ცნობილი. 2016-15 წლებში აქ კიდევ გაიყვანეს სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობდა და აღმოსავლეთით და დასავლეთით ეს გზის პარალელურად მოხდა თხრილების გაყვანა და აი აქ აღმოჩნდა სწორედ უდიდესი აღმოჩნდა, რომ ეს საეკლესიო კომპლექსი მონასტერი შემთხვევითი არ არის აქ. აქ არსებობდა დიდი დასახლება. დაახლოებით 700-800 მეტრი აქვს ამ დასახლებას სიგრძე. სამხრეთის აღმოსავლეთ დასავლეთის ხაზზე, ჩრდილოეთ სამხრეთის ხაზზე არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით 200 მეტრი მინიმუმ გვაქვს დაფიქსირებული. ეს არის უზარმაზარი ადრე შუა საუკუნეების და არა მარტო როგორც ჩანს ახლა იქ კიდევ კერამიკული ნატეხები აღმოჩნდა, შეიძლება იყოს კიდევ გვიან ანტიკური ხანის რომაული პერიოდის დასახლების ნაშთი. ამის საფუძველს გვაძლევს ჩვენ აქ აღმოჩენილი კერამიკული თითოეულა 2 კილომეტრში აქედან 2-3 კილომეტრში ანჩაც. ის იმაზე ამბობ მინჭურჭელი. ის კიდე სხვა. არა, მინის ჭურჭელი 2 კილომეტრით არის გაშორებული ეს. აქ აი მინის თასი ამას გეუბნები. ხო, მინის თასი აღმოჩნდა. და საინტერესოა რა სტრაბონის მონაცემების, რომ იბერიაში სახლების დიდი ნაწილი კრამიტით იყო გადახურული, არქეოლოგიურად დადასტურდა აქ. დაახლოებით როგორც მოგესალმებით 700 მეტრის მანძილზე ნაგებობებია სრულიად ჩალაგებული და უმეტესი ნაწილი კრამიტით არის გადახურული. ეს მართალია სტრაბონის მონაცემები ცოტათი 400-500 წლით ადრეულია, მაგრამ ეს ტრადიცია როგორც ჩანს გრძელდებოდა და როგორც აღნიშნე, რომ აქ გვიან ანტიკური ხანის ნაგებობები ვიცარი აღმოჩენილი და ეს კრამიტით არის გადახურული, რომელიც შეუსწავლელია. და რატომ შეირჩა მეორეობა? მეორეობა შეირჩა, როდესაც ეს თხრილი გაიყვანეს მშენებლებმა. სარწყავი თხრილის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. იქ აღმოჩნდა რაღაც დიდი ნაგებობის სუფთლიანი ნაგებობებით არის დაფარული. მაგრამ ეს განსაკუთრებული მეორეობა განსაკუთრებული ნაგებობის პარსკოვები. აქ აღმოჩნდა დიდი ქვებით იყო კედლის ნაწილი აშენებული, კრამიტის ნატეხები იყო აქ პრობლემა და ვიფიქრე თავიდან რომ აქ რაღაც დიდი საეკლესიო თუ არა საერო ნაგებობა მაინც უნდა ყოფილიყო. გამორჩეული იყო სხვა ნაგებობებისგან. და სწორედ ამ მიზნით შეირჩა ბატონ პროფესორთან ერთად შევარჩიდეს მეუბანი. მე დაკონდებული ვარ, რომ ეს არ არის გამორიცხული, რომ
შედეგად აღებული ეკლესიის ამ სამონასტრო კომპლექსის რაღაც ნაშთი იყოს. არ დიდი საერო ნაგებობა რაღაც. მე გილოსად ვაწუხებ იმედია რომ კულტურული ჯავახიში გაგვექცა ახლა კულტურული სამინისტრო იმედია გააგრძელებს სამსახურში. მე იმედი მაქვს გავაგრძელებელი. კიდევ იმეს კომარსის აზრის გამოთქმა კითხვის დასვა. ბატონო იულო, თქვენ ხომ არ გინდათ რამე? თუ კითხვები არ არის, დიდი მადლობა ბატონო ჯუბერ, წარმატებას გისურვებთ. ხო, შეიძლება ეს აზერბაიჯანის ცენტრა უნდა გადიდება შეიძლება ეს წარწერები ბატონი ზაზარის პირადად შესაძლებელი და ბატონი ზაზას სტადიას გახდა. არა წარწერა როგორც გითხარით დაათარიღა რამაზ პატარიძემ მეოთხე საუკუნის შუახანებით. გადიდებით ვერ გაადით. გაადიდე? არა, აქ არ არის, არა. აი, აგერა. აი, უფრო გადიდებულია და რელიეფური. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.